საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც პრემიების გაცემის წესი სამართლებრივად მოწესრიგდება. კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირება, რომელიც მაღალი თანამდებობების პირებს პრემიის აღებას უგზავნოს, პარლამენტში ბიუროს ხდომაზე დღეს მოხდა. ხოლო კანონპროექტზე პარლამენტი სავარაუდოდ საშემოდგომო სესიაზე იმსჯელებს. მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის მინისტრები, მერები, გამგებლები, გუბერნატორები და მათი მოადგილეები, ასევე დეპუტატები, საკრებულოსა და უმაღლესი საბჭოს წევრები პრემიებს ვეღარ მიიღებენ. საკანონმდებლო ცვლილებაზე პარლამენტი დაჩქარებული წესით მუშაობს. კანონის დონეზე მოხდება შესაბამისი ცვლილებების სასახო კანონმდებლობაში, რაც კიდევ ერთხელ არეგულირებს პრემიებთან დაკავშირებულ საკითხებს. ინიციატორმა მოითხოვა, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდეს დაჩქარებული წესით, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს. პრემიების აკრძალვის ინიციატივა პარლამენტის დეპუტატ თინა ხიდაშვილს ეკუთვნის. მისი განცხადებით, ყველა დადგენილება, რომელიც ადგილობრივ დონეებზე მიიღეს, მათ შორის გუშინ ქობულეთის საკრებულოს ხდომაზე დამტკიცებული პრემიების გაცემის წესი, პარლამენტში კანონის მიღების შემდეგ ძალას დაკარგავს. კანონი არის უპირატეს ძალის მქონე საკრებულოს მიერ მიღებულ აქტებთან შედარებით და შესაბამისად ბუნებრივია, რომ მისი ძალის შესვლის შემდეგ კანონშეუსაბამო იქნება ყველა ის აქტი, რომელსაც მიიღებენ ადგილებს. ქობულეთში საკრებულოს ხდომაზე პრემიების გაცემის წესის დამტკიცებას, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ორგანოში დასაქმებული საჯარო მოხელეების სახელმწიფო დანამატს წელიწადში 7 ჯერ აიღებენ, პარლამენტში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გამოეხმაურა. დარწმუნებული ვარ, რომ კანონის ფარგლებსაც არ გაცდებოდნენ, მაგრამ ადგილზე გავეცნობი სიტუაციას და გავერკვევი. საჯარო მოხელე, რომელიც იმსახურებს და გააკეთებს საქმეს კარგად გულისხმიერად, იმსახურებს, რომ კონდეს პრემია. პრემიები პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით 2012 წლის შემდეგ არაუღიათ დეპუტატებს. დავით ბერძენიშვილის განცხადებით, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსაგან განსხვავებით, სხვა სახელმწიფო უწყებებში საპრემიო სისტემის რეგულირება დროში გაიწელა. პარლამენტს ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. პრობლემა სხვა სახელმწიფო შტოებს ჰქონდა. ეხლა მივეხმარებით მთავრობასაც და საკრებულოებსაც, რომ იქაც კანონით იყოს დაწესებული, სად არ შეიძლება პრემიები. აპარატის თანამშრომლებისთვის პრემიები შესაძლებელია, სასურველია, მაგრამ რეგულაცია უნდა იყოს. უმცირესობა უმრავლესობის ინიციატივას იაფფასიან პოლიტიკურ კეკლუცობა დაფასებს. იაფფასიან პოლიტიკურ კეკლუცობას, რომელსაც ახლა მიმართავს კოალიცია ქართული ოცნების ერთი ნაწილი, რომელიც დადუმებული იყო მაშინ, როცა 138 მილიონი გაიფლანგა უაზრო პრემიერებაში და უაზრო დანამატებში. ჯობია ამ ადამიანებმა მიხედონ საქმეს, მიხედონ ჩავარდნილ ეკონომიკას, უკან წასულ უმუშევართა რიცხვს და ზოგადად იმ მდგომარეობას ქვეყანაში, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ხიდაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და ცვლილებები შედის პარლამენტის რეგლამენტში საჯარო სამსახურისა და პარლამენტარის სტატუსის შესახებ კანონებში.